მაშას ეს არის დღის ამბები 7-ზე და როგორც მედია ვასაძე მაჭარის უზენაესი საბჭოს წევრმა ცოტა ხნის წინ ჩვენს ეთერში განაცხადა მისი ინფორმაციით 6 ივლისს მაქსიმუმ 7 ივლისს უკვე გააკეთებს განცხადებას აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და გამოაცხადებს რომ იგი გადადგა მასკის სავარაუდოდ ჩაანაცვლებს ყაზახეთში საქართველოს ამჟამინდელი ელჩი ზურაბ პატარაძე მედია ვასაძე ამბობს რომ მას დაზუსტებული ინფორმაცია აქვს ამის შესახებ პირდაპირ ეთერში გვერდება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე მასთან გადავდივარ სწორედ ამ შეკითხვით მადლობა ბატონო მურმა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას ანუ შეგვიძლია ვთქვათ უკვე დაზუსტებით რომ აჭარაში ხაბაძის ეპოქა დასრულდა უნდა გითხრათ რომ ხაბაძის ეპოქა არ დაწყებულა ეს არ იყო პოლიტიკური ფიგურა უნდა გითხრათ ისიც რომ როგორც კი ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე ალტერნატივა შევთავაზეთ მაშინ პირადად ჩვენ დაგვავალა აჭარის მთავრობის ფორმირება და ნამდვილად ვადასტურებ რომ სამი მინისტრი 4-დან რომელიც დღესაც ასე ვთქვათ მაღალ თანამდებობას იჭერს აჭარის ავტონომიაში პირადად არის ჩვენი და ჩვენი გუნდის შეთავაზებული ნორმალურად ხელმძღვანელობენ თავიანთ დარგებს როგორც კი ხაბაძე ასე ვთქვათ მიიღო ხაბაძეზე გადაწყვეტილება რომ ის უნდა ყოფილიყო აჭარის ავტონომიის ლიდერი მე მაშინვე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ვუთხარი რომ პოლიტიკური პარტიის წევრობის გარეშე პოლიტიკასთან ასოცირების გარეშე პოლიტიკასთან ბასთან ვის გარეშე ლიდერობის ფუნქციის აღება არის პრაქტიკულად შეუძლებელი შემდეგ დაახლოებით 2-3 თვეში მე უკვე მაშინ ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილია საქართველოს პრემიერი ვეუბნები რომ საქმე არც ისე კარგად მიდის პრაქტიკულად შეჩერდა საინვესტიციო პროგრამები შეჩერდა ის პროგრამები რომელიც ველმა ხელისუფლებამ დაგვიტოვა მოკლედ უმოქმედო აღმოჩნდა ეს ადამიანი და ამის შემდეგ იწყება ჩვენი კი მაგრამ თუ ყველანი წინააღმდეგები იყავით რანაირად დანიშნეს ეს კაცი ანუ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო მისი დანიშნა ამ პოზიციაზე ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება გარკვეულწილად კოალიციის მაშინდელი შემადგენლობა თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელების უჭერდნენ ამ კანდიდატურას ხარს ეთყობა ვიღაცის წინააღმდეგ ამ კაცს დაუჭირეს ხარი მე ოფიციალურად შეგიძლიათ მოიკითხოთ ეს ინფორმაცია პირველსავე დღეს მაგრამ მე მის გამოტანას გარეთ არ შევძლებდი დავაფიქსირე ჩემი პოზიცია რომ თქვენ რახან იღებთ პასუხისმგებლობა და აიღეთ პასუხისმგებლობა მე ამას გარეთ არ ვიტყვი მაგრამ მე ვადასტურებ მგონია ვფიქრობ მეჩვენება რომ პოლიტიკურ პირობას ასე ვთქვათ პირველ პოლიტიკურ ასე ვთქვათ თანამდებობას ასე უზარმაზარ სტატუსს ეს ადამიანი ვერ აწევს და ჩვენ დაახლოებით გაკეთა არჩევანი არმაზ ახვლედიანსა და არჩილ ხაბაძეს შორის ხაბაძეზე მე მაინტერესებს რატომ გეკითხებით უკაცრავად თქვენს პოლიტიკური პასუხისმგებელი ხომ ხართ თქვენ 79%-ით კიდევ ერთხელ გავიმეორებ მოუგეთ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მაჟორიტარი ბრძანდებით ვიცე-სპიკერი მე მაინტერესებს ასეთ კითხვას გისვამთ იყო მეორე კანდიდატურა ვინც განიხილებოდა არმაზ ახვლედიანის სახით რა ნიშნით გაკეთდა ამ კაცზე ხაბაძეზე ეს არჩევანი გედასტურებთ რომ ბატონი არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა განიხილებოდა ის კანდიდატურა ჩვენს ირგვლივ განიხილებოდა სხვა კანდიდატურაც რომლის გვარის დასახელებას საგან მე თავ შევიკავებ უნდა გითხრათ რომ არჩილ ხაბაძე ყველაზე უარესი იყო მათ შორისა და როცა გამოვედი მე ჩემს ძალიან შინაურებში თქვი რომ ბიძინა ივანიშვილმა ალბათ არჩილ ხაბაძე შეარჩია იმის გამო რომ ყველაზე უფრო სუსტი იყო აღნიშნულ კანდიდატურებთან შედარებით ალბათ სისუსტის გამო არის შერჩეული 3.5 წლის შემდეგ პრაქტიკულად აკეთებს ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილის ხელისუფლება იმას რასაც ჩვენ იმ დღესვე და 3 თვის შემდეგ ვეუბნებოდით ჩვენ ოფიციალურადაც კი დავაყენეთ უმაღლეს საბჭოში მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მაგრამ პრაქტიკულად 2016 წლის ასე ვთქვათ საშემოდგომო არჩევნების წინ ღებულობენ ამ გადაწყვეტილებას მედია ვასაძემ რაც თქვა თქვენ დაგვიდასტურებთ რომ 6 ან 7 ივლისს ხაბაძე მიდის თანამდებობიდან და მას სავარაუდოდ პატარაძე შეცვლის ყაზახეთში ჩვენი ელჩი არ ვიცი ესე იგი ზუსტი გვარი არ შემიძლია დავასახელო პატარაძეა თუ პატარაძე ზუსტად არ ვიცი მე ვიცი რომ ასლან აბაშიძის დროს ეს ახალგაზრდა კაცი მუშაობდა საბაჟოზე ეგრეთ წოდებულ ტამოჯნიაზე მოლარე იყო შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო აბაშიძის დროს რიგით პოლიციელად შემდეგ
მოულოდნელად საგარეო საქმეთა სამინისტროში რიგით თანამდებობაზე და ამის შემდეგ იწყებს დიპლომატიურ სამსახურს და ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო პატარიძესთან, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა არ ვიცნობ, მგონია რომ საქართველოში 21 საუკუნეში დამთავრდეს უნდა საბჭოთა კავშირის ხანა. ეს არის ცეკას ნომენკლატურა, ასე ვთქვათ, კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი და ადგილობრივი კადრის შერჩევა, ასე ვთქვათ, კომუნისტური მემკვიდრეობიდან გადმოტანილი დანიშვნისა და ვაჭრობის ანუ ცენტრი არ უნდა გინიშნავდეთ ლიდერს ამას ამბობთ? არავითარ შემთხვევაში პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენ ხო მიწერია როგორ მირჩევთ პრემიერ-მინისტრს გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის ლიდერს თავაზობს ასე ვთქვათ გამარჯვებული კოალიცია ამ პარტიული სუბიექტი პრეზიდენტს პირველ პირად პრემიერ-მინისტრისა ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ აჭარის სტატუსი არ ვარგა კონსტიტუციური კანონი აქაც კი არის ამაზე მოწესრიგებული საქმე ეს უნდა იყოს ფრაქციათან შეთანხმება და ეს უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომელიც საზოგადოებრივი მდობით არის აღჭურვილი თუ ასეთ პიროვნებას ჩვენ ხელისუფლებაში ვერ მივიყვანთ, მაშინ ჩვენ მივიღებთ მეორე ხაბაძეს. არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. პირდაპირ ვეუბნები, განსაკუთრებით აჭარის მოსახლეობას. პატარიძე ვერ იცნობს აჭარას. მე დარწმუნებული ვარ, პატარიძე ნამყოფიც კი არ ექნება ხულოში. ის ვერ იცნობს შუახევის რაიონს. რა შეფასებას გააკეთებთ იმ ყველაფრისას, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, როდესაც ლევან ვარშალომიძე დაბრუნდა და ასეთი პომპეზური დახვედრა მოუწყეს მას იმ ბათუმში, სადაც პირწმინდა წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ და რითი ხსნით თქვენ ამ ყველაფერს? სხვათა შორის იყო ინფორმაცია, რომ თქვენ ხვდებოდით ლევან ვარშალომიძეს თუ არ ვწდები სტამბოლში, მასთან ჰქონდათ შეხვედრები კულუარული, მას მერე რაც თქვენ გაემიჯნეთ ქართულ ოცნებას. ხომ არ ითამაშებთ ამჯერად უკვე ლევან ვარშალომიძის თამაშს? ქალბატონო ინგა, ბოლო წინადადებასთან დაკავშირებით დადასტურებით თუ ჩემი გულწრფელობის გჯერავთ პოლიტიკაში ჩემი საქმიანობისა და მოღვაწეობის პერიოდს იხსენებთ, გულწრფელად გეუბნებით რომ ლევან ვარშალომიძესთან ორჯერ ვარ შენახვედრი. ეს არის ჩემი უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს, ეს არის სადღაც 2005-2004 წლები და მე შევხვდი 2012 წლის 27 ოქტომბერს, როცა ხაბაძე შევიყვანე, ასე ვთქვათ, ლევან ვარშალომიძის კაბინეტში და იქედან ლევან ვარშალომიძე გამოვიყვანე კაბინეტიდან. ორი შეხვედრა, მეტი შეხვედრა ლევან ვარშალომიძესთან მე არ მქონია. უნდა გითხრათ რომ 2004 წელს როცა ჩვენ აბაშიძის ხელისუფლება დავასრულეთ, ლევან ვარშალომიძეც შევიყვანეთ აბაშიძის კაბინეტში. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა დავასრულეთ და არჩილ ხაბაძე შევიყვანეთ ლევან ვარშალომიძის კაბინეტში და უშვებთ ღრმა შეცდომებს ჩემი აზრით. უკვე დროა, ჩვენ კი არ შევიყვანოთ ვინმე ამ კაბინეტში, არამედ თავად შევიდეთ. მოდი ამაზე ვიფიქროთ და აჭარის მოსახლეობას უნდა მიმართოთ, რომ გადაწყვეტილება კი არ უნდა მიიღოს ნაციონალური მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის არჩევანზე, არამედ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არც ერთი და არც მეორე და უნდა მოძებნოს მესამე სერიოზული პოლიტიკური კანდიდატურის დაყენებას აჭარის ლიდერის პოსტზე. ბატონო მურმან, მაინტერესებს. უნდა გითხრათ რომ ლიდერის სტატუსი არ არის განსაზღვრული არც კონსტიტუციით და არც კანონმდებლობით, ლიდერს ირჩევს საზოგადოება, ეს არის საზოგადოებრივი ნდობა, ეს არის აქტიურობა, ეს არის უწყვეტი და თანამიმდევრული ბრძოლა ყველა ხელისუფლებასთან ბრძოლაში უთანამშრომლო, ასე ვთქვათ, არა თანამშრომლიან რეჟიმში, ასე რომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ეს სტატუსი მოპოვებული გვაქვს, მე არ ვამბობ ახლა რისთვის ვიბრძოლებ, მაგრამ ის რომ ლევან ვარშალომიძე ასეთი სერიოზული პოლიტიკური განაცხადით შემოვიდა ბათუმში გუშინ, მგონია რომ რა გარკვეულწილად ნაციონალური მოძრაობის ინტერესში ჩდება, იმიტომ რომ ისა უკაცრავად ქართული ოცნების ინტერესში ჩდება, ქართული ოცნება სულს რომ მას ერთადერთი ალტერნატივა ყავდეს ლევან ვარშალომიძისა და მისი ნაციონალური მოძრაობის სახით და ბატონ ლევან ვარშალომიძესაც ეგრე აწყვავს უნიატო ქართული ოცნების ხელისუფლება, ასე რომ მე აჭარის მოსახლეობას უნდა მივმართო და უნდა უთხრა რომ არჩევანი ამ ორ ძალას შორის კი არ გაკეთდება, უნდა გაკეთდეს არჩევანი იმ ადამიანებს შორის, იმ ძალას შორის, რომლებაც უწყვეტად თანამიმდევრულად იბრძოლეს ხალხის ინტერესების საკითხებზე. მე მოკლედ მინდა ნახევარწუთში მინდა ეხა თქვენი პასუხი და უნდა დაგემშვიდობოთ იგივე პრეტენზიები ნეპოტიზმზე, კლანის გაძლიერებაზე, საკუთარი ნათესავების დასაქმებასა და ასე შემდეგ. თავიდანვე იყო თქვენი მისამართითაც როგორც ბათუმის მაჟორიტარის და მეთანხმებით ალბათ ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. ქალბატონო იგა, დიდი მადლობა რომ ეს შემახსენეთ. უნდა გითხრათ რომ ესეც ბიძინა ივანიშვილის პირადად პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის აგორებული ჭორია, ვერსად ვერაფერი ვერ დაამტკიცეს და ამაზე ლაპარაკი შეწყდა მაშინ
ძიმე, როცა მე ვთქვი, რომ თუ თქვენ ერთ ჩემს ნათესავს დაასახელებთ მაღალ თანამდებობაზე აჭარაში, მაშინ 5 ივანიშვილს დაგისახელებთ აჭარის ტერიტორიაზე, რომლებიც მუშაობენ მაღალ თანამდებობებზე. ასე რომ შეწყდა, მას ყავდა დაქირავებული გარკვეულწილად ჟურნალისტები, შემდეგ აიტაცეს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ეს არის შეგნებული მიზანმიმართული მოქმედება ჩემს წინააღმდეგ, მაშინ როცა ჩვენ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ადრეულ დროს დაუწყეთ, ასე ვთქვათ, კონკურენციული ბრძოლა იმისათვის, რომ აჭარაში სიტუაცია დაალაგებულიყო. მადლობა ბატონო მურმან, წარმატება მინდა გისურვოთ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან მაშასე 7 ივლისისთვის მურმან დუმბაძის და მედია ვასაძის ინფორმაციით არჩილ ხაბაძე აღარ იქნება აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და მას სავარაუდოდ შეცვლის ყაზახეთში